როგორ ფიქრობთ, ერი გაიღვიძებს? ეს ამ შეკითხვაზე ანუ ძალიან გავს იგივე შეკითხვა, რა გვეშველება რამე? იციან ხოლმე თქვა უკვე წლები არის ჩემი ახალგაზრდა მოყოლებული. გვეშველება რამე, გაიღვიძებს ხალხი, არ ხალხმა უნდა გაიღვიძოს. ჩემო მეგობრებო, ჩემს მოგახსენებთ მასასთან დაკავშირებით, აი ამის მოვიშველიებს სახარებას ერთ კვირასა და რამდენიმე დღე არის თქოს და ცოტა მეტ დარჩილი ბზობამდე. და ბზობას დიდები შედის მაცხოვარი იესო იერუსალიმში. და მთელი საზოგადოება ვინც იყო იერუსალიმელი და არა იერუსალიმელი დღესასწაული იყო მაშინ ებრაელების თაყვანისცემს იესოს. მაგრამ სულ რაღაც 5 დღეში ყველა არა რა თქმა უნდა ვინეს თაყვანისცემ, მაგრამ საკმაოდ დიდმა ნაწილმა იმ ხალხიდან, რომელმაც 5 დღის წინ თაყვანისცა. 5 დღის გასვლის შემდგომ იზახოდა ტექსტ ჯვარსაც ეგ. რა ხდება ამ 5 დღეში? აი რა გაუფუჭა იესომ მათ, იესო ქრისტემ. რატო იზახოდნენ ჯვარსაც ეგ? საქმე იმაშია მეგობრებო, რომ როდესაც დიდები შედიოდა იერუსალიმში, საზოგადოებამ ვინც იქ იყო, მაშინ დაინახა ძალაუფლება და თაყვანისცა მათ. ვინც სიმართლეს და ჭეშმარიტებას, როგორც თავად ხო იესო ქრისტე არის ჭეშმარიტება, მე ვარ გზა და ჭეშმარიტება თვითონ კობზანებს. ვინც თაყვანისცა იესო ქრისტეს როგორც ჭეშმარიტებას, ისინი ბოლომდე დარჩნენ მისი თაყვანისცემენი. მაგრამ ვინაც თაყვანისცა იესო ქრისტეს როგორც ძალაუფლებას, სწორედ მათ როგორც კი დაინახეს შეპყრობილი იესო ქრისტე, მიხვდნენ რომ აბაჩი კი არა და იესოსთან კი არა ძალაუფლება, ვინაც შეიპყრო იმათთანა ძალაუფლება, ამიტომ მათი შეკვეთა შეასრულეს. მიუთითეს რა უნდა ეყვირა ხალხს და ეს იყვირეს. ეს რატო კეთდება და რატო დაგვანახა მაცხოვარმა ჩვენ ეს ფაქტი? რატო მოახდინა ეს? იმიტომ რომ ეს არის მასის სინდრომი, ანუ ბრბოს სინდრომი. ამ მასის სხვანაირად კიდე ამბობენ ასეთ რამეს, აი ხშირად თქმულა ხოლმე რომ აღარ მახსოვს ეს სიტყვაა, მასის დიდი ნაწილი ცხოვრობს ფიზიოლოგიური მოთხოვნილებების დაკმაყოფილების აღსრულებით. ანუ მოშივდება, უნდა ჭამოს, მოწყურდება, უნდა დალიოს, მეორე სქესი მოუნდება, უნდა დაწყვილდეს და დასვენება უნდა დაისვენოს. და თელ თავის ამ სოფლიურ ცხოვრებას ატარებს შრომაში, რატო? იმიტომ რომ იმდენი ქონება დააგროვოს, რომ კომფორტულად ჭამოს, კომფორტულად დალიოს, კომფორტულად დაწყვილდეს და კომფორტულად დაისვენოს. აი ამისთვის შრომობს საერთოდ მასა, ბრბო. ამისთვის იდგამს წელებზე ფეხს, როგორც ჩვენ ვიტყვით ხოლმე იმერეთში წელებზე ფეხს იდგამსო. ძალიან მცირე არის საზოგადოებაში საზოგადოების ნაწილი მცირეა, რომლებიც ცხოვრობს იდეებისთვის. შეიძლება ეს იდეა იყოს რაღაც აბსტრაქცია და რაღაც სისულელეები, მაგრამ რაღაც იდეები რო აწუხებს ადამიანს, რაღაც ქვეყნის თქვა პროგრესი და ქვეყნის ხვალინდელი დღე რო ანერვიულებს ამისთვის იბრძვის, ამისთვის საუბრობს თავისი ერის მდგომარეობა, ტკივალ ასე შემდგომ. შეიძლება ცდებოდეს რაღაცაში, ამას კი არა, ამას კი არა ლაპარაკი, ადამიანი არ არის, რომელიც ხონდეს არასოდეს არ შეუცდომელი არავინ არის. ამაზე კი არა ლაპარაკი, მაგრამ თვითონ შინაგანი მოთხოვნილება რო გააჩნია, რომ რაღაც პროგრესი შეეწიოს, რაც თვითონ გონია პროგრესი თუნდაც. ასეთი საზოგადოება არის მცირე. ამიტომ ის რომ მასა როდისმე გაიღვიძებს, ეს არის გამორიცხული. მაგრამ მასა რომ არ გაიღვიძებს, ჩემო მეგობრებო, ეს კი არაა პრობლემა. იმ ხალხს, ვისაც ხალინდელი დღის უკეთესობა უნდა, ილუზიები რო აქვს, რომ მასა გაიღვიძებს და ხალხი ფეხზე დადგება და იხულებს და მსგავს რაღაცები, ეს კი სერიოზული პრობლემაა. როგორც კი ჩვენ გამოვვალთ, ვინც ხალინდელი დღეზე ფიქრობს, მეგობრებო, გამოვვალთ ამ ილუზიიდან, რომ მასა როდისმე გაიღვიძებს, მოუნდება მასას ხვალინდელი დღის გაკეთილშობილება. ამ ილუზიებიდან უნდა გამოვიდეთ, ერთმანეთი უნდა ვიპოვოთ და დავდგეთ ერთ შეკრულ ძალად. აი ნახეთ 5% ჩვენი საზოგადოების, ხო არის 2 მილიონი, ხო მიდის არჩევნებზე სრულწლოვანი ხო არის. 5% არის 100,000 კაცი. და მისი ნახევარი 50,000 კაცი. 50,000 კაციდან 100,000 კაცამდე.
ანუ 3%, 4%, მაქსიმუმ 5%. რო იყოს მოტივირებული, ერთად შეკრული და რაღაც იდეა გქონდეთ, ერთ კვირაში შეიცვლება სიტუაცია. ერთი კვირა კიდე ბევრია. რატო? იმიტომ რომ როგორც მოგახსენეთ, დანარჩენი არის მასა. და მასა სადაც ხედავს ძალას, იმას უკრავს ტაშს. როგორც კი ძალა დაფიქსირდები და ეს ძალა თუ კი იქნება ეროვნული სულისკვეთების ხალხთა ძალა, მასა დაგიკრავს ტაშს. შესაბამისად უკვე ხარ ძალაუფლება. და შეიცვლება სიტუაცია. მერთმა სიკეთე მოგცეთ დაგლოცოთ მაღალმა მერთმა ყოველთვის აქვს ბრძოლას აზრი, ხანდახან ვინც ბრძოლობს აქვთ ეს საეკლესიო კუთხით ამ ბრძოლები ქვია თვითონ ადამიანის სულიერი ბრძოლები ადამიანის სულიერად განუსაზღვრელი არ არის ადამიანის ენერგია ზოგჯერ ადამიანი ფიქრობს რომ ვახ არაფერი გამოდის რამე შველება და ასე შემდგომ ბადლიერი არავინ არის და ასე შემდგომ ჩემო ძვირფასებო თუ კი თქვენ რომელიმე თქვენ გადის სიკეთეს აკეთებთ იმიტომ რომ ხალხი ტაშ დაგიკრავთ გარდაუვალი იმედგაცრუება გელოდებათ მეგობრებო სიკეთეს რო აკეთებთ ხალხი ამაში ტაშს არ დაგიკრავთ იმათ რო გაუკეთოთ სიკეთე კონკრეტულად იმას მაგ დროსაც არ დაგიკრავთ ტაშს მაგრამ თუ კი შენ მოძრაობ რწმენით აი რას ნიშნავს იყო მორწმუნე როცა შენ რწმენით მოძრაობ და შენ სიკეთეს ანუ ქვეყნის ინტერესები იქნება შენი ერის ინტერესები იქნება ამ მართულებით მოღვაწეობ და იღწვი შენ უკვე ადამიანებიდან კი არ ელოდები სამაგიეროს ადამიანებიდან მიიღებ მხოლოდ შეურაცხყოფას თუ კი შენ სიკეთისთვის იბრძვი ღმერთის წინაშე გინდა რომ იყო მართალი როცა წარგე უფლის წინაშე და უკვე ასეთი დამოკიდებულება ქმნის დადებით პროგრესს აი ეს ქმნის ანუ რწმენის გარეშე რამე საქმის მიღწევა დადებითი საქმის ამ ქვეყანაში რაღაცის კეთება არის შეუძლებელი მეგობრებო იმიტომ რომ შესაძლებელია შინაგანად შენში კი იყოს ღვთის მადლი არ წამდეს რაც მაგრამ იყო კარგი პიროვნება და აკეთებდე მაგრამ ბოლოს მოგიწევს იმედგაცრუება იმიტომ რომ ვერ დაინახავ მადლიერება საზოგადოებიდან ჩემო კარგებო ვერ დაინახავ ამიტომ ღმერთზე მინდობით ვინც იბრძვით ვისაც გაწუხებთ ქვეყნის ინტერესები სამშობლოს ინტერესებისაც გაწუხებთ რომ საქართველოში არაქართველები მე ადგილობრივ არაქართველებთან არ მაქვს არანაირი პრობლემა ვინც ჩვენთან ერთად ცხოვრობენ ისტორიულად ამას ღმერთმა დაემფარო მათ არ ამ პრობლემა მქონდეს მაგრამ ეს მასა დიდი რაოდენობით არალეგალურად შემოდის უკვე საშიშია ქვეყნისთვის ვისაც ტკივათ ჩვენი ახალგაზრდა რო არ განარკომანებული პლანაქეშად რო არ გადაქცეული და რაღაც ცივი თვალებით იხედება და დაელაპარაკები და აზრსოვერ გებულობ რას გელაპარაკება ვისაც ვისაც ტკივათ ის რომ კაზინოებით ეს ხელისუფლება როგორც ზარცვავს ამ ქვეყანას 76 მილიარდიანი ბრუნვა იყო შარშანელი წელიწადი 76 მილიარდიანი ბრუნვა მეგობრებო გაიძარცვა ქვეყანა ვისაც ტკივათ რომ ზნეობა და მორალი თანათან უფრო ნაკლები და ნაკლებია ახალგაზრდობაში ვიდრე ჩვენ თაობაში რო იყო ვისაც ტკივათ ღმერთის რწმენით უნდა გამხნევდეთ ჩემო კარგებო ღმერთის რწმენით და ბრძოლა უნდა გააგრძელოთ და აუცილებლად დაიდება შედეგი იმიტომ რომ როდესაც ჩვენ საუბრობთ შედეგზე 10 მართალი თუ არისო აი ესე ბიბლიიდან მოვიშველი სოდომ გომორის დაჟაზე საუბარი 10 მართალი თუ არის ამ ქვეყანა ქალაქში სოდომში გომორში აღარ დავჟი მას 10 მართალი ასე რომ ჩემო კარგებო ჩვენი ძალა არის სიმართლის საუბარი ჩვენი ძალა არის ღმერთისადმი რწმენით სიმართლის საუბარი